კობახიძე ამბობს წაგებული არჩევნების შემდეგ, რომ მე გპირდებით, რომ ჩვენ უმრავლესობა გვეყოლება ბათუმის საკრებულოში. წაგებულია არჩევნები. ანუ არ აყავს უმრავლესობა. მაგრამ ჩვენ გვეყოლება უმრავლესობა და ამის შემდეგ, ესე იგი 18 ნოემბერს ერთი თვის თავზე ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. კიცებულება არსებობს. ჩანაწერები, სადაც ამ ადამიანთან რიჟვაძის მამის დავალებით კონკრეტული პირები მიდიოდნენ, თავაზობდნენ $100,000. თუ როცა ნახეს რომ კი ასე ფულის გამო არ იყიდებოდა ნუგზარ ფუტკარაძე, ხო მე გადავიდნენ მუხარაზე, შანტაჟზე. ადამიანი მიიხმანეს სიკვდილამდე ხა. იაკერზაიასთვისაც თავის დროზე იარაღი არ უსვიათ, ხო? მაგრამ მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე ნერვიულობით რომ ადამიანი გარდა ყველას ერთი ნერვები არ აქვს, ყველას ერთი ჯანმრთელობა არ აქვს. და ეს კაცი, აი, გავიდა 2021 წლის ნოემბრის შემდეგ, 22 ნოემბერი, 23 ნოემბერი, 24 ნოემბერი. ესე იგი 3 წელია გასული 2025 წელია კალენდარზე. ერთი კაცი მიუხედავად ჩანაწერებისა, მიუხედავად კიცებულებებისა, ერთი კაცი არ არის დასჯილი. არც შანტაჟის, არც მოსყიდვის, არც არაფრის გამო. და შესაბამისად ეს კაცი რიჟვაძეც, მისი მამას და მისი ოჯახიც აი ამ კრიმინალური დაჯგუფების თუ მოახერხე, აი ეს არის თავარი კრიმინალი, აი ამ ქვეყანაში და თავარი მაფიოზი. ამის გარშემო არიან კრიმინალები, მკვლელები, რაღაცა ასე თქვათ, შანტაჟის ქვეშ რო არიან.